დღეს ვისაუბრებ დიაოხის სამეფოზე, უძველეს ქართველურ გაერთიანებაზე, რომელიც ხშირად ისტორიის ჩრდილში რჩება. დიაოხის სამეფო, რომელსაც ასურელები დაიაენის, ხოლო ურარტუელები დიაუხის სახელით იცნობდნენ, წარმოადგენდა უძველეს და უძლიერეს ქართველურ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის კვალი ისტორიულ წყაროებში ძველი წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნიდან ჩნდება. ეს იყო მაღალგანვითარებული სამიწათმოქმედო და მეტალურგიული კულტურის მქონე ქვეყანა, რომელიც დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ მდინარე ჭოროხის აუზსა და ზემო ევფრატის მიდამოებში მდებარეობდა. დიაოხის სტრატეგიული მნიშვნელობა განპირობებული იყო მისი მდებარეობით, ის ერთგვარ ბუფერს წარმოადგენდა ჩრდილოეთის ტომებსა და სამხრეთის დიდ იმპერიებს შორის. დადასტურებული ისტორიული ქრონოლოგია იწყება ძველი წელთაღრიცხვით 1112 წელს, როდესაც ასურეთის მრისხანე მეფე ტიგლათ-ფილესერ პირველმა ჩრდილოეთისკენ ილაშქრა. ასურული წარწერები მოგვითხრობენ ნაირის ქვეყნების 60 მეფის კოალიციაზე, რომელთაც სათავეში დიაოხის მეფე სახელად სიენი ედგა. მიუხედავად მამაცური წინააღმდეგობისა, კოალიცია დამარცხდა, ხოლო თავად სიენი ტყვედ ჩავარდა. ასურული წესისამებრ დამარცხებული მეფე ბორკილ-დადებული წაიყვანეს იმპერიის დედაქალაქ აშურში. აშურში ყოფნა სიენისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური გაკვეთილი იყო. მას აიძულეს ეხილა ასურეთის სამხედრო მანქანის მთელი სიმძლავრე, გრანდიოზული ტაძრები და სასახლეები, რათა საბოლოოდ ეღიარებინა ასურეთის ღვთაება აშურის უპირატესობა საკუთარ ღმერთებზე. ტყვედ ჩავარდნილი მეფე ასურეთის მბრძანებლის ფეხთ დაამხეს, სადაც მან ფორმალურად აღიარა დამპყრობლის უზენაესობა და ყოველწლიური ხარკის გადახდის პირობა დადო. ტიგლათ-ფილესერმა სიენის სიკვდილით არ დასაჯა. ეს იყო გათვლილი პოლიტიკური სვლა. მან სიენი სამშობლოში დააბრუნა როგორც თავისი ვასალი, რითაც დიაოხი ასურეთის გავლენის სფეროდ აქცია. სანაცვლოდ დიაოხს დაეკისრა მძიმე ბეგარა, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და ათასობით სული საქონელი. ეს ფაქტი ისტორიულად უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი პირველი პირდაპირ წერილობითი დადასტურება იმისა, რომ ძველი წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნეში ქართველურ ტომებს უკვე ყავდათ ერთიანი პოლიტიკური ლიდერი და ჰქონდათ ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი სტრუქტურა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნეში დიაოხი იყო არა უბრალოდ ტომთა კავშირი, არამედ ჩამოყალიბებული სამეფო სტრუქტურა, რომელსაც სხვა მცირე სამთავროები ემორჩილებოდნენ. დროთა განმავლობაში ასურეთის გავლენის შესუსტებასთან ერთად დიაოხის სამხრეთით აღმოცენდა ახალი მძლავრი ძალა ურარტუ. სწორედ ურარტუული ლურსმნული წარწერები გვაწვდიან ყველაზე დეტალურ ცნობებს დიაოხის საქალაქო ცხოვრებაზე. ძველი წელთაღრიცხვით მე-9-მე საუკუნეების მიჯნაზე ურარტუს მეფეებმა მენუამ და არგიშტი პირველმა არაერთი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს დიაოხს. მენუას მიერ დიაოხის სამეფო ქალაქის სასილოს აღება და მეფე უტუფურსის დამორჩილება გარდამტეხი მომენტი იყო. ურარტუული წყაროები ხაზს უსვამენ დიაოხის წარმოუდგენელ სიმდიდრეს. ხარკის სახით ურარტუელებს მიჰქონდათ ათეულობით კილოგრამი ოქრო, ასეულობით კილოგრამი ვერცხლი, ტონობით სპილენძი და 10,000-ობით სული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ეს მიანიშნებს, რომ ქვეყანას ჰქონდა მძლავრი სამთო მეტალურგიული წარმოება და განვითარებული მესაქონლეობა. დიაოხის სახელმწიფოებრივი სისტემა საკმაოდ რთული იყო. სამეფო ქალაქ სასილოს გარდა წყაროებში იხსენიება სხვა მნიშვნელოვანი ცენტრებიც, მაგალითად ზუა და უტუხაი. საინტერესოა ისიც, რომ დიაოხის მეფე უტუფურსი არ იყო რიგითი მმართველი. ის სამჯერ აჯანყდა ურარტუს წინააღმდეგ, რაც მის დიდ პოლიტიკურ ამბიციებსა და ქვეყნის შიდა რესურსებზე მიუთითებს. თუმცა ურარტუსთან ხანგრძლივმა ომებმა ქვეყანა გამოფიტა. ძველი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნის შუახანებში, როდესაც ურარტუმ დიაოხის სამხრეთ რაიონები მიიტაცა, ჩრდილოეთიდან ახალი ქართველური ძალა კოლხეთის სამეფო გააქტიურდა. ორ ცეცხლშუა მოქცეულმა დიაოხმა არსებობა შეწყვიტა. მისი ჩრდილოეთ ტერიტორიები კოლხეთმა დაიკავა, ხოლო სამხრეთი ურარტუმ. დიაოხის როგორც სახელმწიფოს გაქრობამ გზა გაუხსნა კოლხეთის შემდგომ გაძლიერებას, ხოლო
თავად დიაოხის სახელი შემორჩა ანტიკურ ხანაში ტაოხების ტომის სახელწოდებით, რამაც საბოლოოდ დაუდო საფუძველი ისტორიული მხარის ტაოს სახელს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი დიდი გაკვეთილი ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, სადაც მაღალმა კულტურამ და ეკონომიკურმა სიმდიდრემ ვერ გაუძლო იმპერიულ სამხედრო მანქანას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დიაოხის შესახებ გარკვეული სურათი გვაქვს, ბევრი რამ ჩვენს ისტორიასა და უძველეს ქართველურ ტომებზე კვლავ ბურუსითაა მოცული. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად როგორი იყო მათი ყოველდღიური ყოფა და რა რელიგიური რიტუალები სრულდებოდა მათ დიდებულ ტაძრებში. ბევრი უძველესი ქალაქი, რომელიც ლურსმნულ წარწერებშია ნახსენები, ჯერ კიდევ ველოდება აღმოჩენასა და შესწავლას. ჩვენი წარსული გაცილებით უფრო ღრმა და იდუმალია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.